პირველ რიგში ვთქვათ ის, რომ ეხლა ქრისტეშობის დღესასწაული მოდის. ყველაზე მთავარი რაც არის ქრისტეშობა. ჩვენ ამაზე რა თქმა უნდა არაერთხელ ვისაუბრია, მაგრამ კიდევ ერთხელ თუ ვისაუბრებთ, გამეორება ცოდნის დედაო, ხო მართალი. ისიც ვთქვათ ბარემ, რომ ჩვენ ესე იგი ქრისტეშობის წინადღეს ორშაბათია ქრისტეშობის წინადღე. ღამით 9 საათზე ვიწყებთ ღამისთების მსახურებას და აქედან გამომდინარე საკვირაო სკოლა 6-ში არ იქნება. Იმიტომაც ეს დაჯილდოება დღევანდელ დღეს გადმოვიტანეთ პატარებისაც და დიდებისაც, ესე იგი ექსტრემ სიტუაციაში მოუწიათ დიდებს მეორე ტურის ეხლა ზოგი კიდე ეხლა წერს. 7-ში, ან ეს ღამისთევა ხო იქნება 9-ზე დაიწყება და 7-ში დილით 10 საათზე ჩვენ შევიკრიბებით ტრადიციულად ალილოს მსვლელობისთვის. 10 საათზე ალილო არის მსვლელობა, როდესაც ჩვენ ვახარებთ ადამიანებს ქრისტეს შობას, ხო მაგას და ქრისტეს შობას ვახარებთ. ისე რომ ჩვენ ფაქტიურად ეს საკვირაო სკოლის ფარგლებში დღევანდელ დღეს ვიკრიბებით და მერე უკვე ქრისტეშობის ალილოზე ვხვდებით. მანამდე ჩვენ ესე აღარ ვხვდებით. ამიტომ არ დაგავიწყდეთ ეს დაიმახსოვრეთ, რომ ჩვენ შეგიძლიათ მოხვიდეთ 10 საათზე. და მერე უკვე იქნება საკვირაო სკოლის შეხვედრა, ორშაბათი რა რიცხვი უწევს, თუ არა ვწდები 13. 13-ში ახლა მე ვიცი, რომ დღესაც ესეა ზოგი წასულ წამოსულია სადღაც ცოტა ნაკლებიც, იმიტომ რომ 13-ში ალბათ კიდევ უფრო ნაკლები იქნება ჩვენი რიცხვი, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ საკვირაო სკოლა გაცდება. საკვირაო სკოლა ის მადლით ჩატარდება. ზოგჯერ ცოტანი რო არიან ხომ იქ უფრო თბილია დაუბარი. ერთი შემთხვევა მახსოვს. აი ამ წლების მანძილზე საკვირაო სკოლის შეხვედრებიდან თუ არა ვწდები, ერთი ბავშვი იყო მოსული. აი დღეს საკვირაოში ვიყავით ხოლმე და გამათბობელი ქონდა რაღაცა დავსხედით და უწუკებდით. ზოგჯერ ესეც ხდება. ერთი ბავშვი მოდის, ხან 5 ბავშვი მოდის, ხან 155 მოდის. გამიშალება ღმერთი რამდენსაც გამოგზავნის, იმდენი მოდის. ისე რომ თუ კაცი არის მონდომებული, ღმერთიც მიეშველება და გზას გაუკვალავს. მოუხსნის სხვადასხვა პრობლემებს და მიიყვანს. მაგრამ თუ კაცი არ არის მონდომებული და იმას ეძებს, რომ როგორ არ მივიდეს, მაშინ ღმერთი ძალით არ მიიყვანს. მაგრამ იმას ეშმაკი გამოუძებნის მიზეზებს. რომ აი შენ აბა ეხლა დაღლილი ხარ, აბა სად უნდა წახვიდე. შენ ეხლა სამეცადინო გაქვს და მოდი ჯობია რომ არ წახვიდე. მეცადინეობა კარგია, მაგრამ ღვთის სიტყვის მოსმენა კიდევ უკეთესი. შეიძლება თქვას, რომ შენ ახლა რაღაცა გაქვს გასაკეთებელი, ან სხვაგან უფრო დაგიტკბოს წასვლა და იქ არ წახვიდე. თუმცა არჩევანი ჩვენზეა. აქ ძალით არავინ არ მოდის, ყველა თავისი ნებით მოდის და ვინც როგორ ისჯება, ღმერთიც ისე უმართავს მერე ხელს. მოდი ახლა სანამ გადავიდოდეთ სხვადასხვა საკითხზე, დღეს არის ბავშვებო ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი წმინდანების ხსენება. აი თან იმიტომაც ვამბობ მნიშვნელოვანი, რომ ისინი ბავშვები იყვნენ, პატარები იყვნენ, აბუკები. და მათ ძალიან დიდი ამბავი უკავშირდებათ. წინასწარმეტყველი დანიელი და 3 ყრმა, ანანია, აზარია და მისაელი. მე ამას არ მოგიყვებით, მე ვთხოვ ჩვენ ბავშვებს ერთ-ერთს, რომლებიც ამას მეცადინეობენ ხოლმე, ვისაც სურვილი აქვს, უგნებავთ 2 ბავშვი, ერთმა უკვე აიწია ხელი. უგნებავთ მეორემაც აიწიოს და დუეტში მოვყევით. თუ ერთს დაუთმოთ, ვინც პირველი აიწია. არა? ხო? კარგი, მოდი მაშინ ვინც აიწია იმას დავუთმოთ. მოგიყვეს და ჩვენ ერთად განვიხილოთ მერე ეს ამბავი. ანანია აზარია.
ეს წინასწარმეტყველი დანიელი, ანანია, აზარია და მისაელი იყვნენ ქრისტიანობამდე 6 წელს ადრე და იყვნენ მეფე ნაბუქოდონოსორის დროს. და იმ დროს მეფემ დაარბია სოლომონის ტაძარი და წაიყვანა ეს ხალხი ვინც იყო და მათ შორის გამოარჩია ჭაბუკები და ამ გამორჩეულ ჭაბუკებში იყვნენ ეს დანიელი, ანანია, აზარია და მისაელი და ჩააბარა აუზრდელს, რომელსაც ისინი უნდა აღეზარდა ამ მეფე, რომელი ქვეყანაში იყო იმ ქვეყნის ისტორია უნდა სწოდნოდათ და ასევე ფუფუნებაში იყვნენ და ამან ისინი ქრისტიანები იყვნენ და რომ არ დაეღვნათ მართლა, მხოლოდ მწვანის ჭამდნენ და წყალს ვარდნენ და მოსეს რჯულს იცავდნენ და ერთ მეფემ ხო ესე ცხოვრობდნენ რომ არ დაეღვიათ მართლა და მეფემ ერთხელ სიზმარი ნახა მეფემ და როდის გაიგვიცა აღარ ახსოვდა სიზმარი და ერთ მობრძენ მოერჩეთ გამსიზმრის მოყოლა და ეს განმარტება და დანიელი იყო რომელმაც მეფის სიზმარი ჯერ მოუყვა მეფეს და შემდეგ დაწვრილებით აუხსნა რას ნიშნავდა და მეფემ დაიჭირდა იგი და მართლაც დანიშნა და დანიშნა ეს მართლაც და შემდეგ მეფემ ჩამოასხმევინა კერპი და ამ კერპის ოქროს კერპი ჩამოასხმევინა და ამ კერპისთვის ყველას უნდა ეცა თაყვანი და ანანიამ, აზარიამ და მისაელმა არ შეწირეს თაყვანი, რადგან ქრისტიანები იყვნენ და ამის გამო მეფემ ისინი შეყარა ღუმელში და ისინი ღუმელში ცეცხლში დადიოდნენ და გალობით ადიდებდნენ ღმერთს და შემდეგ ჩამოვიდა ანგელოზი და რომელმაც ჩაქრო ეს ცეცხლი და ისინი დაიცვა და ეს რომ დაინახა მეფემ იცნობდა და მათ იცნებდა რომ გამოსულიყვნენ ღუმელიდან და ისინი გამოვიდნენ იქიდან. ასევე წინასწარმეტყველი დანიელი იყო მეფე ბალთაზარის დროს და ამ დროს მან გაიმართა სიტყვები რომელიც გაჩნდა ამ წარმართული ნადიმის დროს გაჩნდა მეფის ოთახში და გაიმართა სიტყვები რომელიც მოსწავლდა ამ სამეფოს დაცემას შემდგომში და ასევე შემდეგ მეფე რომელიც იყო მეფე დარიოსის დროსაც მეფეს ძალიან უყვარდა წინასწარმეტყველი დანიელი და ამ მეფის მეგობრები ვინც იყვნენ მაღალ თანამდებობაზე მეფის კარზე არ უყვარდათ დანიელი და ასე ვთქვათ ძალით ჩაასმევინეს დანიელი რომების ხარობს ჩააგდეს და მთელი ღამე დანიელი რაცვლობდა და იმ რომების ხაროში რომებაც არაფერი აუდეს ყოველ შემთხვევაში და დილას როდის მივიდა მეფე ცოცხალი დახვდა დანიელი და ძალიან გაუხარდა და ბრძანა რომ ყველას თაყვანი ეცა დანიელის ღმერთისთვის და შემდგომში მეფე დარიოსის შვილის დროსაც წინასწარმეტყველმა დანიელმა იუდეელი ტყვეები გამოიყვანა, რადგან დარიოსის შვილიც დიდ პატივს სცემდა მას და იუდეელი ტყვეები გამოაყვანა, მაგრამ საბოლოოდ თვითონ ტყვეობაში გარდაიცვალა. და ერთი გადმოცემით ანანია, აზარია და მისაელს ტყვეობაში მოხვდნენ, ხოლო პირველ ალექსანდრიელი გვამცნობს, რომ ისინი სპარსელმა მეფემ შეიპყრო და შემდგომში თავი მოდი ერთი რაღაცა დავამატებ, ესე იგი. როგორც ითქვა, მეფემ დააწინაურა დანიელი და მართველი იყო და ეხლა შური ხო იცით როგორი რაღაცაა, რომ შური არის, რა არის შური? როდესაც რა არის შური? ვითხარით, ისმე. შური არის, როდესაც ადამიანმა მაგალითად რაღაცა მოიგო და
შენ გინდოდა და ანუ შენ შენ რო იფიქრებ რომ იმას არ უნდა მიეღო ანუ შური არის წუხარებას თვის სიკეთეზე სხვას რო სიხარული აქვს შენ ეს გამწუხრებს თორემ რომ შეხედეს რომ ეს დანიელი ძალიან კარგი მთავარი იყო და მერცაც უყარდა და მეფესაც უყარდა გადაწყვიტეს რომ რაღაცით ებოროტათ და ნახე რა გააკეთეს მივიდნენ მეფესთან და ეუბნებიან მეფეო მოდიო გამოვცეთო ესეთი კანონიო რომ ერთი თვის განმავლობაშიო მხოლოდ შენ უნდა გთხოვონ რაღაცაო სხვას არავის არაფერია და თან ისე იყო რომ მეფე თუ იქ კანონს გამოსცემდა იმ კანონს თვითონაც ვეღარ შეცვლიდა ანუ რატო გააკეთეს ისეთ მათ იცოდნენ რომ დანიელი დღეში ორჯერ ლოცულობდა ანუ თავის ღმერთს თხოვდა და ხო იცოდნენ რომ დანიელი ამას მაინც გააგრძელებდა და აღმოჩნდებოდა რომ კანონი დაარღვია რომ მარტო მეფისთვის უნდა ეთხოვათ როგორც ღვთაებისთვის ეს წინასწარ იცოდნენ ამიტომ წინასწარ მოუწყეს ასეთი რაღაცა დანიელს მაგრამ დანიელი მაინც ლოცვას აგრძელებს და ის ჩააგდეს ლომების ორმოში მაგრამ მას არაფერი არ მოვიდა ლომებმა პირი არ დააკარეს და მერე ამ მეფემ ისინი ჩაყარა იმ ორმოში ვინც დანიელის ამისოდ გაიმეტა და ლომებმა ისე დაფლითეს ის ხალხი რომ ძირამდე არც კი დაუშვეს იმ სამი ყრმის ამბავიც ესე იყო ანანია აზარია და მისაელისა ხო ჩაყარეს ესე იგი ცეცხლში და მათ არაფერი არ მოვიდა და რომ ამოიყვანა ცეცხლი ნახა წარმოიდგინეთ უბრალოდ აი სანთელზე რომ რაღაცა თმა რომ მიგედება ხო ყოფილა რომ დამწვარა ეს ეგრე არ არის სანთელი 1 მეტრო ცეცხლია ხო იქ კიდე ამხელა გავარვარებული ცეცხლი იყო იცი როგორი ცეცხლი იყო ორმოში ვინც ყრიდა ისინი იწვებოდნენ ვისაც მიყავდა რომ ჩაეყარათ ისინი აქ ორმოს გარეთ იწვებოდნენ იმხელა მხურვალება ჰქონდათ და ეს სამი ყმა რომ ამოიყვანეს ორმოდან თმაც კი არ ჰქონდათ შეტრუსული და ტანისამოზე აი ამ კვამლის სუნიც კი არ ჰქონდათ აი ანუ რისი თქმა უნდა ამით წმინდა წერილს რომ თუ ადამიანი ღმერთზეა მინდობილი თუნდაც აი ესე რომ გაგიმეტონ იქ შენ არაფერი არ მოგაგრძელებს და ნახეთ როგორ იყვნენ მინდობილები მეფეს უნდა შეერჩია ისინი სამეფო კარზე მსახურებისთვის და უნდა ფერხორცათაც ესეთი სავსეები ყოფილიყვნენ კარგად გამოიყურებოდნენ მაგრამ მათ თქვეს ჩვენ სამეფოს უფრიდან არც ხორცს და არც ღვინოს არაფერს არ მივიღებთ და თავის ზედამხედველს უთხრეს მხოლოდ მწვანილი და პური მოგიტანე იმას შეეშინდა მე მეფე დამსჯის ამის გამო რომ თქვენ რაღაცა ჩამოხმარები რომ იქნებით და ესე მიგიყვანთ მეფესთან მე რა პასუხი გავცე მოდიო საცდელათო ესე ვქნათ რამდენიმე დღე ესე იგი მარტო ეს მოგიტანეო და შემოგხედევ აბა როგორ იქნებით და მართლაც რო შეხედა ისინი ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ და მიუხედავად იმისა რომ ის სხვა ჭაბუკები რომლებიც მეფის სუფრიდან იღებდნენ ღვინოსაც და ხორცსაც და ისინი მხოლოდ მწვანილს და იმას წყალს იღებდნენ მეფესთან რო წარადგინეს მეფეს ზუსტად ესენი მოეწონა და ეგეც ხო ნახეთ როგორი ამბავი ღმერთს რომ მიენდობა ადამიანი იქ რაღაცა ლოგიკური ამბები ირღვევა მაგრამ სადაც ადამიანი ღმერთს არ მიენდობა და სინდისის საწინააღმდეგოდ რაღაცას გააკეთებს იქ საქმე ვერ არის ხოლმე კარგი ამ ნაბუქოდონოსორზეც ერთი ამბავი არსებობს ესეთი ახლა ეს ჩვენ ძალიან გამოგვადგება მით უმეტეს გამოგვადგება მაშინ როდესაც ჩვენ გვაქვს ხოლმე სასტური რომ აი რაღაცას რო გავაკეთებ ამბობთ რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ გამოვიდა ერთ შვენიერ დღეს ნაბუქოდონოსორი მანამდე ჰქონდა სიზმარი ნანახი რომ წაიყვანდნენ და 7 წელი ხის ძირში იქნებოდა დაბრუნებული წარმოიდგინეთ რაზეა ლაპარაკი გამოვიდა ერთ შვენიერ დღესაც ნაბუქოდონოსორი გადახედა თავის მიერ აშენებულ ქალაქს და სიამაყით თქვა ვინ აშენაო ეს ქალაქიო თუ არა მეო ვაშენებ და ამ დროს მოვიდნენ მოიტაცეს წაიყვანეს
ხის ძირში დააბეს 7 წელი ცოტა დროა არ მოიდგინე ცხოველივით გახდა ესე იგი ბეწვი ისე ამოვიდა ბჭყალები ისე გაეზარდა და როდემდე იყო იქ იცით სანამ არ მიხვდა რომ ეს ყველაფერი მე კი არა ღმერთმა გააკეთა ისე რომ ახლა ამითი რას ვამბობ ადამიანი რაც უფრო მალე მიხვდება რომ რასაც აკეთებს იმ ყველაფერში ღვთის მადლი და ძალა არის ჩადებული და არა მაინც და მაინც ჩვენი მონდომება თუ ტვინი თუ შესაძლებლობები მით უფრო მალე განთავისუფლდება იმ რაღაც განსასწრებებისგან ზოგს განსასწრებები იმიტომ მოსდის რომ ამაზე დაფიქრდეს და ამას მიხვდეს რაც უფრო მალე მიხვდება მით უკეთესი თუ არადა ეხლა წარმოედგინეთ აი ადამიანს აქვს ეს ამპარტავნება რქები აქვს ამოსული და ღმერთს უნდა რომ ეს რქები არ ქონდეს ადამიანს რაღაცით ხო უნდა წაემტრეს ეს რქები ისე ფერებით ახლა რქები ახლა შეიძლება ხარს რომ მოეფერო თავზე და რქები დასწვიდეს არა ხდება ეგრე იმას ცოტა მაგარი რაღაცის მირთმა უნდა რომ მოემტრეს რქები ეს რქის მომტრევის პროცესი არ არის ადვილი სულია ეხლა წარმოედგინეთ ჩვენ რომ ხარი ვიყო და ურორო მოვარტყან ჩვენს რქებს იმისთვის რომ რქა მოგდეხო ადვილი იქნება ძნელი და ადამიანსაც ჩემო ანდრი ეგეთი რქები აქვს ოღონ აიგრე ხილულად კი არა ესე არ უჩანს მაგრამ აქვს ეგ რქა და ეგეთმა ადამიანმა განსასწრებელი უნდა გამოიაროს რომ ეგ რქები მოემტრეს აი ნაბუქოდონოსორზე რაც აქვს მაგრამ როგორც კი ეგ რქა მოემტრევა იმის მიმართ ესეთი უროს ქნება შეწყდება რქა თუ აღარ აქვს ხარს რიღასთვის უნდა მოუქნიო ურო ხო მართალია ხო ეგრეა რა ეხლა მაგალითად აი ფანქარს თუ წვერი უკვე წათლილი აქვს შენ ახლა სათლეში ხო არ შეაყოფინებ კიდე თავს და ხელახლა გათლი მზად არის მაგრამ თუ გაუთლელია გაუთლელი ადამიანი იმას ცოტა მტკივნეული გათლა უწევს ხოლმე ამიტომ ეს უნდა მოითმინოს ადამიანი რაღაც განსაცდელები რომ მოსდის უნდა იფიქროს რომ ეთყობა წვერ გათლის პროცესი მიმდინარეობს და ეგეთი ჩვენ ყველას გვჭირდება თუ ის წვერი არ გაითალა ადამიანი ფანქარი ხო ვერ დახატავს ალბათ ვერც დაწეს ვერც დახატავს ვერც დაჯღაბნის ადამიანიც ეგრე თუ ცოტა განსაცდელებმა წვერი არ წაუთალა ადამიანი არაფრის მაქნისი არ არის ვერ გააკეთებს მეტად თუ ნაკლებად თვითონ ჩვენთაგანს გვაქვს ის პატარა თუ დიდი რქები ყველას არავინ არ თქვას რომ მე ეგეთი არა მაქვს ყველას აქვს აბა რამდენჯერ ყოფილა ესე იგი რომ დაუშვათ რაღაც გაგიკეთებია და გინდა რომ ამის შესახებ სხვებმაც შეიტყვონ არ ყოფილა აი რაღაცას რო გააკეთებ მეტად ეხლა დამინახონ ამას რო ვაკეთებ მეტად ეხლა გაიგონ რომ ეს მე გავაკეთე ხო ყოფილა ხო და ეგ ნიშანია იმისა რომ რქა გვაქვს ის რო არ კონდეს ჩვენ სურვილი არ გვექნება და რაც უფრო მალე მოიშორებს ადამიანი ამასა რა მით უფრო მეტ მადლს მიიღებს ღვთისაგან მაგრამ თუ რქები ექნება მაშინ განსაცდელები მოდის იმიტომ რომ ახლა დაუშვათ შენ რომ პლასტელინით რაღაცა გააკეთო გამოძერწო და შემთხვევით რომ მოგივიდეს რომ რქა გაუკეთო შეხედავ და არ მოგწონს სანამ რბილი იყო ვერ შეატყე და მე ხო უნდა მოემტრეს ეს აბა ისე როგორ იქნება არ მოგწონს აბა ისე ხო არ დატოვებდა შენ თუ შენს გაკეთებულ პლასტელინს ეგრე უთხიდები რომ არ დატოვებ უშნოს ღმერთი თავის შვილს ეგრე დატოვებს არ დატოვებს ოღონ მან ჩვენ ესე უშნოდ კი არ შევქმნა ჩვენ ფრიად კეთილად შევქმნა ყველა ადამიანი არ არსებობს ბოროტი ადამიანი მე ამოდის იმას რქები მე ამოდის ოღონ ესეც ახლა რქა რო ამოდის თვითონაც უნდა ებრძოლოს თავის თავს თვითონ კი არ უნდა რომ ამოვიდოს ახლა ვის უნდა რომ ამპარტავანი იყოს
არავის ვის უნდა რომ რისხანი ადამიანი იყოს გინდათ რომელი მე აი რისხანი და ანჩხლირო იყოთ ყველაფერზე ყვირო გინდათ ხო არ გინდათ გინდათ რომ ძუნწები იყოთ ხო არავის არ გვინდა მაგრამ ხო არის რაღაცა გვენანება არ გვეთმო ან მაგალითად რომ გშურდეს რითიც დავიწყეთ გვინდა რომ გშურდეს ხო არავის არ გვინდა ეხლა აი რა არის ამაში სიამოვნება რომ დავუშვათ ნინის რაღაცა ლამაზი მანდილი უკეთია და სხვა რომ წუხარებდეს იმის გამო რომ ნინის რა კარგი მანდილი უკეთია აი რა სიამოვნება ამაში რომ შემწუხარებ იმის გამო რომ სხვა კარგად არის ხო არაფერი სიამოვნება არ არის ხო და ესე იგი არავის არ უნდა რომ შურდეს მაგრამ შურს ესე იგი ჩვენ ამისგან უნდა განვიკორნოთ მაგრამ ეხლა ნახეთ აი ამ ყველაფრის ერთობლიობა ჩვენ რო ცოდვები ჩამოვთვალოთ აი მოდით ჩვენი აზრით რა ცოდვები შეიძლება არსებობდეს აი ჩვენი ასაკის მიხედვით მოდი ეს ჩამოვთვალოთ და მერე შევხედოთ ეს ჩვენ გვაქვს თუ არა გვაქვს აი შენ რა სიტყვა ანგარება მოდი მე გავახმოვანებ ხოლმე ესე რომ აღარ ვიბინო შენ რას ამბობ რა არის ანგარება რომ ელოდები კი ბატონო ანუ შენ იმიტომ აკეთებ სიკეთეს რომ მერე იმანად დაგიბრუნო სიკეთე აბა შენ რა სიტყვა მოტყუება კი ბატონო ან თამა შენ რას ამბობ არაფერს შენ რა სიტყვა დაცინვა შენ რომ სიკეთეს გააკეთებ რომ გინდა რომ როდესაც ამ სიკეთეს გააკეთებ სხვა მოდაგინახოს რომ დაგინახოს სხვათა შორის წმინდა იოანე სინელი ასეთ რამეს ამბობს პატიმოყარეობა ეგრად შენათქ ეგ პატიმოყარეობა არისო ჭიანჭველა კალოზეო კალო რაზეც მოირეც ესე იგი მოიყვან მოსავალს და კალოზე რო დაყრია რა იქ რო ჭიანჭველა აძრება და რო შეგიწევს ეგ არის პატიმოყარე ანუ შენ რაღაც გააკეთე და ის სურვილი რომ შენ გინდა რომ სხვებმა დაინახონ ეგ ღუპავს შენ გაკეთებულ სიკეთეს ანდრე შენ რას ამპარტავნება და პატიმოყარეობა ძმაკაცები არის ერთი დასაწყისია მეორე დასასრული პატიმოყარეობით იწყება და ამპარტავნებით თავდება სიზარმაცე შური კიდევ მოდი ახლა აბა ბარბარა ბურდობა ნუკი თავმაღლობა ნინი გობლის უპატივცემულობა მოდი ახლა რა ვქნათ იცი აბა შენ უპატივისცემულობა კი მოდი ახლა რა ვქნათ იცი რაც ჩამოვთვალეთ მოდი იმის წამალით ჩამოვთვალოთ მაგალითად ამპარტავნების წამალი რა არის სიმდაბლე თავმდაბლობა იგივე კიდე რა ვთქვით სიცრუის მოტყუების წამალი რა არის სიმართლე უნდა შეიყვაროს ადამიანი იმიტომ რომ მოტყუილის მამა ეშმაკია ხოლო სიმართლე ღვთისგან არის კიდევ რა ვთქვით ანგარება და უანგარობა აბა რაღაც ბავშვები მიდიან ტყეში და შეაგვიანებთ იმიტომ რომ რაღაცისგან ერთობოდნენ და რა უთხრათ მშობლებსო და ერთმა სამი მეგობარი იყო ერთმა მოიფიქრა რომ მოვიწყებ რომ ბაბუა ჩემი შეხვდა დაიგვიანეს მეორემ რაღაც შეხვდა და მაგის გამო შემაგვიანდა და მესამე თქვა რომ მე სიმართლეს ვიტყვიო და მე მივიდნენ სახლში ყველაფერი თქვეს და პირველმა თქვა რომ ბაბუა შემხვდა მე დედამის თავის მშობლებმა გაყვია რომ ბაბუა სახლში იყო და მეორე თქვა კიდევ რაღაც შემხვდა იმანას გაყვია რაღაცა რომ სახლში იყო და ვერ შეხვდებოდა ხო ფიზიკურად ვერ შეხვდა და მესამე თქვა რომ მე ტყეში იყავი და ბოდიში შემოგვიანდაო ამაზე უკვე არაფერი არ უთხარეს და იმ ორს კიდე ძალიან გაუბრალდნენ და ხო და იტყვის მოკლე ფეხები აქვს ეხლა ნახე აი
რომელიც პასუხი უფრო თავიდან რთული იქნებოდა სათქმელად. აი, რომელმა უფრო ადვილად იპოვა გამოსავალი. მესამე? ანუ პირველმა და მეორემ გაიოლეს საქმე, არა? მოდი ვიტყვი და არავინ არაფერს არ გვეტყვის. მესამე თქვა, კი ბატონო, დამსაჯეთ, ოღონდ სიმართლე მიყვარს მე, გესმის რაზე ალაპ, სიმართლე. თორე არაფერი არ დაიმალეთ. მოდი ახლა ერთი იგავი მინდა რომ გითხრათ. ვიმსჯელოთ უბრალოდ, შეიძლება ეს თქვენ იცით, მაგრამ მაინც. აი წარმოიდგინეთ, რომ ადამიანები ტყუილს ხო ამბობენ, მაგრამ ეგ ტყუილი შეიძლება კარგა ხანს არ გამომჟღავნდეს, მაგრამ გავა დრო და მაინც გამომჟღავნდება. დაუშვათ ახლა წარმოიდგინეთ, რომ აი სხვადასხვა მეტალი არსებობდეს. რკინა, ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, ალუმინი, თუ ნეჟავეიკა თუ სხვა. და ახლა დიდი თოვლი რომ მოვიდეს. ხო არც ერთი აღარ გამოჩნდება. ახლა თოვლის ქვეშ რა არის კაცმა არ იცის. ხო არ იცი რა არის თოვლის ქვეშ. და იქიდან ახლა ყველა რომ იტყუებოდეს, რომ ყველას ოქრო ხო ყველას ჯობია რა, ესეც სახარებისეული ტერმინები იქ არის მოხმობილი და ამიტომაც ვამბობთ, რომ სხვა რამეს ვიტყვი. ესე იგი, ყველა რო ყვიროდეს დაბლიდან, რომ მე ვარ ოქრო. ახლა ადამიანი დადის და რამდენი ოქრო ყოფილა, თურმე სულ ყველაფერი ოქრო ყოფილა ამ თოვლის ქვეშ. მაგრამ ზე რო ამოწყინდება, მერეც იტყვია? რატომ? თოვლი დადნება. ვეღარავინ დაიფარებ. ამ წუთის ოფერში ესეა. ადამიანები დღეს სიცრუით ამბობენ, რომ კარგები ვარ, კარგები, ყველა კარგია, მართლაც ყველა კარგია, ესე შექმნა ღმერთმა, მაგრამ ზოგი დაზიანდა, ზოგი ამით, ზოგი იმით და ზოგი ვეღარა ვართ ისეთი კარგები. და ჩვენ რო ვთქვათ ახლა, რომ ჩვენ ძალიან კარგები ვართ. მერე მზე რომ ამოვა, ანუ უფალი რომ დაბრუნდება, პირველად ხო მოვიდა იმისთვის, რომ ჩვენ გადავერჩინეთ. მეორედ იმისთვის მოვა, რომ ჩვენ განგვსაჯოს. ის წინაშე წავდგებით ყველა. ის სამართლიანია, მოწყალებასთან ერთად სამართლიანი. და ჩვენ ყველანი მის წინაშე წავდგებით. იქ ვეღარ იტყვი, მე კეთილი ვიყავ, იმიტომ რომ შენ მის წინაშე დგეხარ, ვინც შენ ყველანაირად იცნობს. ვეღარ იტყვი, მე ესეთი კაცი, მე თამდაბალი ვიყავი. მე ვპატიობდი, მე არ მშურდა, ვერ იტყვი, იმიტომ რომ მან ყველაფერი იცის, დაბა რას გამოაყარე, ვერ გამოაყარე. ამიტომ რა არის გამოსავალი იცით? სანამ თოვლი დადნება, იქ იმ რკინას შეუძლია რომ მართლაც ოქროდ გარდაიქმნას. იმ რკინას არ შეუძლია, მაგრამ ეს ხო ჩვენზეა ლაპარაკი, ჩვენ შეგვიძლია რომ სანამ ზე ამოვა და თოვლი დნობას დაიწყებს, ჩვენ შეგვიძლია რომ ოქროდ შევიცვალოთ. ვერცხლსაც შეუძლია ოქროდ შეიცვალოს. იმ ჟანგიან რკინა, ჟანგიანი რკინა იცი რა არის, ადამიანს რო შურს. წმინდა მამა ამბობს, წმინდა იოანე ოქროპირი, წმინდა ბასილი დიდი. როგორც რკინას ჭამს ჟანგიო, ისე ჭამს შური ადამიანს. და ეხლა ნახეთ რა შეასაფრნა. ჩვენ არ შეგვიძლია რომ გავთავისუფლდეთ ამ წოდებებისაგან. შეუძლებელი რომ არა ღმერთის მოსვლა ამ წუთის ოფერში. აი რამხელა მნიშვნელობა აქვს ქრისტეშობას, ესე იგი. ის რომ მოვიდა ღმერთი, სამყაროს შემოქმედი ადამიანად რომ მოვიდა, იმიტომაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ამ წოდებებისაგან გავთავისუფლდეთ და ჩვენი სული გადარჩეს. ჩვენ ხო ამ წუთის ოფერში დროებით ვართ. ეხლა მაგალითად 2025 წელი დგება, ხო? აი 1925 წელი რო დგებოდა. ხო იყვნენ ისეთი ადამიანები, ჩვენაირად ახლა ბავშვები არსებობდნენ, რომელიც დღეს გარდაცვლილები არიან. კი არ დაიხოცნენ, კი არ მოკვდნენ, არამედ გარდაიცვალნენ. მათი სული დღესაც ცოცხალია. მაგრამ 2125 წელი რო დადგება. რა მოხდება? ჩვენ ვიქნებით გარდაცვლილები. ეს არის რეალობა. ოღონდ კი არ მოკვდებით. იმიტომ არ მოკვდებით, რომ ქრისტემ სიკვდილი დაამარცხა უკვე. თავისი ჯვარცმით სიკვდილი დაამარცხა, ჩვენ არ კვდებით, ჩვენ გარდავიცვლებით. ჩვენ ისევ ერთმანეთს შევხედავთ და შევხვდებით.
მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს ყველაფერი მოხდეს სასუფეველში. ჩვენ იქ ვიყოთ მარადიოდ. ეხლა უბრალოდ წარმოიდგინეთ რა. აი ჩვენ რო ვიცოდეთ, რომ და მარტო ჩვენ კი არა, ვინც ეხლა აქ ვარ. აი თუ სადმე თქვენი გულით საყვარელი ადამიანი გეგულებათ. ყველანი რო აქ იყვნენ ეხლა. და რო ვიცოდეთ, რომ არც დღეს არ მივდივართ არსად. აქ გვაქვს ყველას დასაძინებელი, საჭმელიც ყველაფერი. არც ხვალ არც ზეგ არ მივდივართ და სულ აქ უნდა ვიყოთ ერთად. და ამას ემატება ის განუზომელი სიხარული, რაც ადამიანს ელოდება. რამხელა ბედნიერება იქნებოდა. აი უბრალოდ მე რო ვფიქრობ ეხა ამაზე, უკვე ძალიან ბედნიერი ვხდები. ხოდა აი სადმე რომ მივდივართ ხოლმე 4-5 დღით და რო ვიცით, აი პირველი დღეა ჩახვედი და იცი რომ 5 დღე ერთად უნდა გაატარო. ხო რამხელა სიხარული. ხოდა შენ რო იცი რომ ის არასოდეს დამთავრდება, თან იმ სიხარულს არაფერი არ შეცვლის, ეგ რო იცი. რამხელა ბედნიერება. უბრალოდ ადამიანი ამაზე უნდა ფიქრობდეს. რამხელა სიხარული ელოდება სასუფეველში და სიტყვაზე აი აქ ვიღაცას არ პატიობს. და თუ არ პატიობს, ის უკვე შენ აღარ გელოდება ის სიხარული. ის იმას ელოდება, ვინც აქ პატიობს, ვინც აქ სიმართლეს ამბობს, ვინც აქ ნანობს თავის წოდებს, იმას ელოდება ის სიხარული. ყველას არ ელოდება. იმიტომ რომ ესეც უფლის სიტყვებია. მრავალია მოწოდებული, ანუ ყველაა მოწოდებული, ყველას ეძახის უფალი, მაგრამ მცირედია რჩეული. ოღონდ უფალი კი არ ირჩევს, ადამიანი ირჩევს უფალს. ყველამ თავის გულში უფალი არ გამოირჩია, მაგრამ ვინც გამოირჩია და ვინც ირწმუნა მისი, ესეც უფლის სიტყვებია, მათ მისცა ხელმწიფება, რომ ღვთის შვილები ყოფილიყვნენ. მათ მისცა ამის უფლება, ამის შესაძლებლობა, რომ ღვთის შვილები ყოფილიყვნენ. და ჩვენ თუ შევძელით, რომ ღვთის შვილები ვიყოთ, მაშინ იქ ვიქნებით, სადაც ღმერთია. და იქ ჩვენ სიხარულს არაფერი არ ემუქრება. ამ წუთის სოფელში ხო დროებითი, აი, დაუშვათ დღეს გიხარია. თუნდაც აი დასასვენებლად წახვედი 10 დღე. ჯერ ერთი რო იცი, რომ ის დასვენების დღეები მთავრდება. და მეორე კიდე რამდენჯერ მოხდა, რომ იმ დასასვენებლად წასულს იქვე რაღაც განსაცდელები შეგხვდა. ვიღაც ავად გავხტარა, ვიღაცას ფეხი მოუტეხია, ვიღაცას გაუგია, რომ აქ ვიღაც ცუდად აყავს, ვიღაც გარდაეცვალა და იძულებულია ჩამოვიდეს უცბად. ხო არის ეს. ისე რომ ამ წუთის სოფელში მუდმივი არაფერი არ არის, ყველაფერი დროებით. მოდი ახლა ერთი საკითხი მინდა კიდე თქვენთან ერთად განვიხილო. აი მაგალითად ბიჭებს ვეკითხები ახლა. ყველაზე ნაცნობი რაც არის მაინც თქვენთვის, იმას შეგეკითხებით. აი მესის გულშემატკივრებს გეკითხებით. ცხუბი რო არ მოგივიდეთ მე, ვიღაცა რონალდო, კი ბატონო, რონალდოს გულშემატკივრებსაც. მესის და რონალდოს რომ, ესე იგი, ტახტზე კოტრიალის მეტი არაფერი გაეკეთებინათ. ეხლა ჩვენ დავსვავდით შეკითხვას მესი თუ რონალდო? ანუ მათ იშრომეს, ხო მართალია? იშრომეს და მიაღწიეს. მაგალითად, თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა? პატარები რო იყვნენ, მაინც და მაინც 2 იანვარს ივარჯიშეს და მე ეგ დაებედათ? თქვენ როგორ ფიქრობთ? მე პირადად ვფიქრობ, რომ ისინი 2 იანვარს შეიძლება საერთოდაც არ ვარჯიშობდნენ. იმიტომ რომ ეს დასვენების დღეებია და არც შეიძლება ვარჯიშები არ სრულდება ამ დროს. ისე რომ მარტო 2 იანვრის ვარჯიშით არ გავხდარან ისინი ვინც გახდნენ, ხო მართალია? ეხლა მაგალითად, აი ვერ დავიჯერებ, რომ კარგი, მესი და რონალდო არ ვიცით, შორს არიან და ჩვენ მათი კულტურა ესე არ ვიცით, მაგრამ ქართველი კაცი ახალი წლის დღეებში როგორ არ დაილოცება, თუნდაც 2 იანვარს. ხო დაილოცება, ახალი წელია მაინც გიხარია. მაგრამ რამდენი სპორტსმენია ისეთი, რომ 2 იანვარს კიდევაც არც ვარჯიშობდა და სუფრას უძდა, მაგრამ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. იცი რატო ვამბობ? არანაირი წინასწარ განსაზღვრული რაღაც არ არსებობს. შენ იშრომებ და მიიღებ იმას. არ იშრომებ, ვერ მიიღებ. ცხოვრებაში ესეა, გინდა სპორტი იყოს, გინდა მეცნიერება, გინდა ხელოვნება.
ყველაფერი. ეგრე არ არის ანდრე? ახლა კიდე ერთი საკითხი. ესე იგი, აი რაღაცა გამოსახულებები. აი ნაძვისხეზე თუ არ კიდია არაფერი ისეთი, მე მგონი. თუ კიდია შეიძლება ეხლავე ცეცხლი მიუნთოთ. რამე ისეთი ხო არ კიდია, რაც გამოსახავდეს იქნება ამის წელია თუ იმის წელია. აი სამაგიეროდ კიდია ნახე ყვავილები. ეს ყვავილები პატარა გარეჯვარის სკოლის ბავშვებმა თავისი ხელით გააკეთეს. ჩვენ რო ვიყავით გამოგვატანეს ერთმა უშველოდ. არ შეიძლება რამე ისეთი დაკიდო ნაძვისხეზე, რაც არც ქართულია და არც ქრისტიანული. მაგალითად, აი რო ამბობთ ამის წელი მოდის და იმის წელი. ჩვენ ეს გამოსახულებები ჯობია სახში საერთოდ არ შევიტანოთ. ჩვენ გვაქვს სახში მაცხოვრის ხატი. ხო გვაქვს სახში მაცხოვრი. გვაქვს ყველა წმინდა ღვთისმშობლის ხატი. წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზის, წმინდა ნინოს ხატები. თუ რამე გჭირდება, უნდა მიხვიდე და შველა მათგანით ხო. თორე მამალი თავისთავი რო გასჭირებია და საცარო თავს წააძლობე. აი შენ რა უნდა გიშვებოს მითხარი. რო გარბის ესე იგი რომ ისდევენ დასაკლავად. სულ რომ ისი წელი იყოს, აბა რა უნდა გიშვებოს. გიშველის, გოჭმა რა უნდა გიშვებოს. გოჭმა. მით უმეტეს გველმა. გველმა კი არ გიშველა, არამედ გველმა დაღუპა ადამიანი. წერო, არ შევიტანოთ რა უსაფარი. მას მე რამდენიმე მეგობარი მყავს, ვისაც სულ კიდია ხოლმე რისი წელი შემდგომ იყოს ის ცხოვრება. შენ რა ქვია? ბარბარე. მეც ვარ იმ შენი მეგობრების სიაში. მე რო პატარა ვიყავ, მეც მქონდა ხოლმე სახში. მაგრამ იცი რატო ამბობ? მაშინ არ ვიცოდი რომ ეს არ შეიძლება. მაგრამ ეხლა ჩვენ რო ვიცით რომ ეს არ შეიძლება. ჩვენ უნდა უთხრათ. თუ დაგიჯერებენ, ხომ კარგი. თუ არა და ეხლა ჩვენ ვის სახში შევარდებით და ჩამოვგლიძავთ იმ რაღაცას. ვერავისთან ვერ მიხარ, ვერ გაგ. მაგრამ შენ შეგიძლია რომ თუ შეგეკითხებიან, უთხრა ეგ ამიტომ და ამიტომ არ შეიძლება. რატო არ შეიძლება იცი? ყველა წელი არის ღმერთისა. თითოეული გათენებული დღე ღმერთისგან არის. ღმერთი გაგიცენებს იმ დღეს. და იმას უნდა მადლობდე ადამიანი. და იმ რაღაც გამოსახულების და კერპების შეტანით ამით ღმერთს ამწუხრებ. ეგ არ უნდა გააკეთო. თუმცა არჩევანი თქვენზეა ახლა მე კი არ გაძალებთ, მაგრამ მე ვამბობ რაც მეუბრიოდ და სულიერად არის გამართლებული და სწორი. ძალიან ხო არ დავღალე ეს ბავშვი. ძალიან დავღალე. ერთ რაღაცასაც ვიტყვი და მე გადავიდეთ უფრო მხიარულ ნაწილზე. თუმცა მინდა ვთქვა, ან მერე ვიტყვი, სანამ დავიწყებ. აი გადახედეთ ბავშვებო. რა არის ეს? აი ბავშვებო, შეხედეთ. 2024 წელში ეს ჩათვალეთ, რომ არის ნაფეხურები, ბევრი, ძალიან ბევრი. აქეთ არც ერთი არ არის. 2025 წელში ვინმეს რამე გაგიკეთებიათ? არა, არ გაგიკეთებიათ. არ მოსულა და არ გაგიკეთებია, ხო მართან? ეხლა ნახეთ როგორი ამბავია. იმისათვის რომ აქ სწორად გადადგა ნაბიჯი, სწორად გააკეთო რაღაც. უნდა აქეთ გადმოიხედო. აქ რა როგორ გააკეთო? ანუ იფიქრო გასულ წელს რა გააკეთო. მაგალითად დღეს ხო ორშაბათია. აი ხვალ არის სამშაბათი. თქვენ სამშაბათს რამე გააკეთეთ? ხვალინდელ დღეს ხო არაფერი. და ყოველი საღამოს ბოლოს კაცი უნდა დაფიქრდეს. მე დღეს როგორ მოვიქეცი და იქიდან გამოიყვანოს გეგმა, ესე იგი რომ ხვალ როგორ მოვიქცი.
რაც დღეს შემეშალა, ის ვეცადე რომ ხვალ არ გავიმეორე. რაც დღეს კარგად გავაკეთე, ვეცადე რომ ის ხვალაც გავიმეორე. აი ახალ წელსაც ესე უნდა შეხედოს ადამიანი. ახალი წელი მოდის და ვეცადოთ რომ სუფთად და ზნეობრივად სულიერად ესე გავიაროთ. კარგი, ახლა მოდი ძალიან რო არ გადაღალოთ და გადავტვირთოთ ახალი საკითხი დავიწყოთ.